მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ყველას გასულ დღესასწაულს წმინდისა დიდისა მოწამისა გიორგისა. შეგვეწიოს ყველას მისი ლოცვა და მეოხება ღვთის წინაშე, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს შეეწიოს და მისი მეოხებით და ლოცვით ღმერთმა მოგვანიჭოს მისებრი მტკიცე სარწმუნოება და სიცოცხლე სულისა, რომელიც მას ჰქონდა და აქაური წუთისოფლის საზრუნავსა და ცხოვრებას არჩია მარადიული და ზეციერი ყოფა. შეგვეწიოს ყველას მისი ლოცვა. დღევანდელ დღეს მინდოდა მესაუბრა მცირედით შევხებოდი იმ საკითხს, რომელიც საზოგადოებას ძალიან აწუხებს. ეს არის ეგრეთ წოდებული, არ ვიცი, როგორ გითხრათ, მე არ ვიცი რა უწოდო ამას ნამდვილად, მაგრამ რომ მისახვედრი იყოს ეს ყველაფერი, ეს არის არაბიზაციის მოკლედ საკითხი და მე ნამდვილად მის გარჩევას და იმას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მაგრამ მინდა რომ რაც ახლა მასაუბრებს არის თვითონ მრევლის მდგომარეობა, ანუ მინდა რომ მრევლმა იცოდეს, ანუ მსგავს საკითხებში ჩემი აზრით, მე არ ვიძახი რომ ეს არის საყოველთაო აზრი, მაგრამ ჩემი აზრით რა უნდა ვითვალისწინებდეთ და როგორ უნდა ვიყვეთ რაღაცა, რომ ნახეთ როგორ არის გარე პრობლემებმა, რომელიც ესე არის, ანუ რაღაცა განსაცდელმა და პრობლემამ ნაკლები ზიანი მოგვაყენოს და ნახეთ ნებისმიერი განსაცდელი და პრობლემა ეკლესიის წიაღში წარმოიშვება ხოლმე და როდესაც მასთან ამ განსაცდელთან და რამე შეჭირვებასთან სწორი დამოკიდებულება და ესე იგი ეკლესიური გამოცდილებით სწორი დამოკიდებულება არა გვაქვს, აუცილებლად ეს განსაცდელი დაგვაზიანებს, ანუ ეკლესიის ერთობას შეუქმნის პრობლემას და თუ ხედავთ რომ რაღაცა ამის ნიშნები იკვეთება, ანუ არის განსაცდელი, რომელმაც გარკვეული ნიშნები შემოიტანა იმისა ეკლესიაში გაყოფისა, ვის მიამართა, ვის მიერ არის ინსპირირებული, რატომ მოხდა, რატო დღეს, რატო ხვალ, ესე ხდებოდა სულ ეკლესიას, როგორც ესე რომ ვთქვათ, ნავს და გემს, ეს აბობოქრებულ ზღვაში ცურავს, ყოველთვის ჰქონდა ეს პრობლემა მოკლედ და ყველა ადამიანების შიგნითაც და გარეთაც ცდილობდნენ, რომ გარკვეულწილად ეს რესურსი, რომელიც ეკლესიას გააჩნდა, გამოეყენებინათ სხვადასხვა ფორმით სათავისოდ მოკლედ. ხო და ამიტომ ამ შემთხვევაში ხშირი ესე იგი რთულია ხოლმე მრევლის მდგომარეობა, ადამიანი, უბრალო ადამიანი რა უნდა ქნას, რა უნდა გააკეთოს, არ იცის და ამიტომ მე გეტყვით ზოგადად ჩემი აზრი რა არის ამასთან დაკავშირებით, რომ ჩემი აზრი ხშირად, როდესაც რაღაცას ვიძახი ხოლმე, რაღაცა შეიძლება რაღაცისთვის მეუღებელი იყოს და რავი, მე კიდე ერთი მინდა ვთქვა, რომ არავინ, ყველა ადამიანი ჩემთვის არის, მათ შორის, რა თქმა უნდა, სასულიერო პირები, ჩემი ძმები არიან, ყველა, ვინც ეკლესიის წიაღში არიან, რაც არ უნდა მათი ხედვები, რაღაცეებში შეიძლება არც ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ მე ყოველთვის ისე იგი სიყვარული და პატივისცემით მოიხსენიებ სულ ყველას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები პირველ რიგში, ჩვენ ვართ მთავარი ჩვენი ისე იგი მოწოდება ეს არის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანები ვართ და ჩვენ ვართ პირველ რიგში ქრისტიანები. და მერე ვართ დანარჩენი ყველაფერი, მერე შემოდის ჩვენი ეთნიკურობაც, ყველაფერი მერე შემოდის. ანუ თუ შენთვის, მაგალითად ადამიანისთვის ქრისტიანობაზე მაღლა დგას რამე, ხო, მაშინ აქ პრობლემა იქნება, ანუ ვერასოდეს ვერ გაუგებთ ქრისტიანები ერთმანეთს, იმიტომ რომ ვერასოდეს ერთობას ვერ შევკრავთ. ჩვენი ერთობა არის ქრისტეში. თუ ქრისტეში ერთობა არა გვაქვს, სხვა ვერაფერი ვერ გაგვაერთიანებს, იმიტომ რომ გაიხსენეთ საქართველოს ისტორია, ყოველთვის იყო რაღაცა დანაწევრებული. ისე იგი იმას ერთი ხედვა ჰქონდა, მეორე თავაც მეორე ხედვა ჰქონდა, იმას ამა ყველას თავთავისი ხედვა ჰქონდა სამშობლოს გადარჩენისა, ანუ ქვეყნის განვითარებისა და ასე შემდეგ, მაგრამ ეკლესია მუდმივად რჩებოდა ხოლმე რაღაცა გარანტი ერის სულისა, რომელიც კონსოლიდირებას უკეთებდა ხოლმე ამ ისე იგი დაშლილობას შემდეგ რომ ისევ გაერთიანებულიყო. ანუ იშლებოდა საზოგადოება, მაგრამ ეკლესია ყოველთვის რჩებოდა იმ ძალად, სულიერ ძალად, რომელშიც მერე ყველა ისე იგი ეს დანაწევრებული ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფები სხვადასხვა
ისე იგი მიმართულებით ისევ შეკრებულიყვნენ ეკლესიის წიაღში. ამიტომ ეკლესიამ არ უნდა დაკარგოს ეს კრებსითობის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაღაც მონაკვეთი. ამიტომაც აი ძალიან მნიშვნელოვანია პირველი რაც არის, ხო? ეკლესია არის იერარქიული. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი ეკლესიის იერარქიულობა უნდა გავიაზროთ ჩვენ, ხო? და სულაც რომ ადამიანი შეიძლება რაღაცა ის გქონდეს ფიქრი იმისა, რომ აი იცი რა, მე მგონი ისე იგი არ მოგწონდეს ვინმე იერარქისა, ესეც შესაძლებელია, მოკლედ ვიღაცის აზროვნება ან ფიქრი ან რაღაცა. ჩვენ როგორც ეკლესიის წევრებს, ანუ ჩვენ პასუხისგებლობები გაგვაჩნია. მე როგორც მღვდელს გამაჩნია პასუხისგებლობა და სამღვდელოებას, მონაზვნებს თავის პასუხისგებლობა გააჩნია, თქვა, ერის ადამიანებს თავისი პასუხისგებლობა გააჩნია და მღვდელმთავრებს თავისი პასუხისგებლობა გააჩნია და მათ შორის პატრიარქს, ანუ თავისი პასუხისგებლობა გააჩნია. ანუ ღმერთმა ამ მოცემულ მონაკვეთში ისინი დაადგინა ამ საპასუხისგებლო ადგილას და ამიტომ ჩვენ პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ნახეთ, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა მათ მივმართოთ. ანუ ყველა სამღვდელო პირმა, თუნდაც ერის ადამიანმა, თუ კი ვინმეს კითხვა გააქვთ რაღაცა გიჩნდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ განა სოციალურ ქსელში უნდა ვაფიქსირებდეთ ამ საკითხზე, არამედ პირველ რიგში უნდა გავარბოდეთ ვისთან. ადგილობრივ თქვენ სადაც ცხოვრობთ, ან სადაც ხართ, იმ ისე იგი მღვდელმთავართან. სამუდამოდ თქვენს მოძღვართან ერთად, ანუ თქვენ შეიძლება მოძღვართან მიხვიდეთ, მოძღვარი უკვე ისე იგი მღვდელმთავართან, ან ყველანი ერთად, მოკლედ რომ თქვათ უბრალოდ რომ იერარქიულობა იყოს დაცული, რომ ღვთის წინაშე სწორად მოქმედებდეთ, ანუ მღვდლის ღვთის წინაშე სწორი მოქმედება, ეს არის მისი სულიერად სწორი მოქმედება, შინაგანი გაწონასწორებულობით, ანუ ღვთის მცნების დაცვით, აი როგორც იმაში არის სახარებაში, ხო? თუ ანუ ადამიანმა შექცოდა, ანუ შენ თვლი რომ არასწორად იქცევა ვინმე და ეხლა ამ შემთხვევაში ვინმე სწორად უნდა იქცეოდესო, მიდი და ამხილეო. ანუ ამხილე რას ნიშნავს? ერთ-ერთზე როცა იქნებითო, მიდი და უთხარიო, ხო? და აი ეს მცნებაა შესასრულებელი. ისინი ხო ჩვენი მამები არიან, ჩვენ მათგან ხელდასხმა გვაქვს მიღებული, ჩვენ ამ ხელდასხმიდან გამომდინარე, ანუ საღვთო ლიტურგიას აღვასრულებთ, ხო? ამ ხელდასხმიდან გამომდინარე, იმ მადმოსილებიდან გამომდინარე, ერის ადამიანები ეზიარებიან. ანუ ეკლესია როგორც ასეთი იერარქიულია და ამ იერარქიულების საპირისპირო არის ანარქია. და როდესაც იერარქიულობა ირღვევა, მაშინ იმ წუთში ანარქია მკვიდრობს და აი ნახე დააკვირდით ამ მდგომარეობაში, აი ამ ანარქიისკენ მივდივარ თავისთავად, ხო? ჯერ მანამდე არსებული რაღაცა პრობლემები, აი სამღვდელოების რაღაცა გარკვეულწილად მე ტყუან მართალზე არ ვსაუბრობ აქ. ანუ აი ესეთი მდგომარეობა, როდესაც იერარქიულობა ირღვევა გარკვეულწილად ეკლესიაში, აქ მეორე მხარეს თქვათ, აი ანუ განსაცდელებმა, რომელიც წარმოიშვა პირობითად ერის ცხოვრებაში, ამან საფრთხე შეუქმნა ეკლესიის აზროვნებას და მის აზროვნებაში ყველაზე მთავარს იერარქიულობას. ამიტომ ჩვენ იერარქიულობა უნდა დავიცვათ და უნდა მივმართოთ ყველამ. ჩემი აზრია, რომ ყველამ ვინც სადაც ცხოვრობთ, ჩვენს მოძღვრებს, ანუ სოციალურ ქსელში კი არ უნდა ვაკეთებდეთ რაღაცა მოწოდებებს და ვიღაცის თითქოს ვიღაცას ისე იგი უხერხულობა შეუქმნათ გონია, ან ვიღაცას ისე იგი ტერმინები გამოვიყენოთ, როგორც ამას აკეთებენ ზოგადად მთელი ამდენი წლების განმავლობაში სოციალურ მედია, რომ ანუ ტერმინების გამოყენება, რომ აი ისე იგი ვიღაცა მოღალატეა, ვიღაცა ისია, ვიღაცა ესია, ეხლა ანუ ჩემი აზროვნებით, ჩემი ფიქრებით, ჩემი ლექსიკონით, რომელიც საბოლოო ჯამში არანაირად ქრისტიანულს და მართლმადიდებლურს არ ემთხვევა, არამედ ჩვეულებრივი, აი შეიძლება პოლიტიკური ლექსიკონი იყო ეს, შეიძლება სოციალური ლექსიკონი იყო ეს, ან ქუჩაში დამკვიდრებული რაღაცა ლექსიკონი იყო ეს და გამომდინარე აქედან ამ სიტყვებით ვცდილობ, რომ ესე რომ ვთქვათ, აი ეს არსებული პრობლემა გადავჭრა და საჩემოდ, ანუ ესე რომ ვთქვათ, მე რო ვთვლი რომ სწორია, ესე გადავწყვიტო და არ გამოვა ესე, არავის არ გამოუვა ეს, ანუ ღვთისთვის სათნო არ გამოვა, თორე რა გამოვა ეს, კი ბატონო, ეს შეიძლება ბევრჯერ ყოფილა, რომ ბევრი რამე გამოსულა ესე იგი და ვიღაცას დაუგეგმავს რაღაცები და ეს გეგმები გამოსვლია. კი ბატონო, ცალსახა ამას არავის უშლის, მაგრამ მე გულისხმობ რას, რომ თუ ეკლესიურობაა და თუ ჩვენ ვცდილობთ ვხედავთ, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თუ როდესაც იწყდება, მაშინ აუცილებლად უნდა მივმართოთ ჩვენს იერარქიას. ანუ აუცილებლად ყველამ უნდა მივმართოთ ჩვენს იერარქიას, ამიტომ მათი ესე რომ ვთქვათ, მათი პასუხისგებლობა არის ეს.
როდესაც ერი, ანუ თუნდაც საეკლესიო საზოგადოება, ანუ ესე რომ ვთქვათ, მორწმუნე საზოგადოება, მრევლი, როდესაც გარკვეულწილად შფოთავს, რაღაცა ხდება ისეთი, რა თქმა უნდა, აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ისე იგი მივმართოთ მამებს. ეს გულისხმობ იმას, რომ ვინც არიან ჩვენი იერარქიები. მათ უნდა მივმართოთ, რომ მათმა სიტყვა, მათმა ისე იგი რაღაცა ხედვა ამ საკითხისათვის ან დაგვამშვიდოს, ან რაღაც გვითხრას, რაც არის და როგორც არის. ანუ პირველი საკითხი, რაც მინდოდა მეთქვა, რომ აუცილებლად დასაცავი არის იერარქიულობა. მეორე საკითხი, ანუ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ აქ არის აი ყოველთვის იერარქიებს უნდა მივმართოთ თუ არა, ანუ ყველაფერზე ხშირად იტყვის ხოლმე ადამიანი, ყველაფერზე თუ იერარქიებთან ვირბინეთ ესე და ისე და ხშირად მათი, ანუ რა თქმა უნდა არ არის, რაღაცაზე არის საკითხები, რომელზეც როგორც თქვა სულიერ საკითხებს ეხება, ამ რეულთან ურთიერთობას ეხება ის, რა თქმა უნდა ამ საკითხებზე ჩვენ გვაქვს კურთხევა, რომ მღვდლები ვართ, ხო, სასულიერო პირები და მოგვეცა ამის საშუალება, რომ ჩვენს მრევლთან ვიურთიერთობთ. მაგრამ აი გაგახსენებთ ერთ საკითხს, აი თუ გახსოვთ შოვის ტრაგედია რომ მოხდა, აი რაღაცა საშინელება, როდესაც მოხდა, მაშინაც მომიხდა აი რამოდენიმე სასულიერო პირთან, რაღაცა საჯარო სივრცეში მოხდა ეს და აი სამწუხაროა ეს, ნამდვილად სამწუხაროა ძალიან. ისე იგი დღესაც კი ვნანობ ამას, რომ მეც საჯარო სივრცით რა, იმიტომ რომ საჯარო სივრცეში როცა იყო, საჯარო სივრცით მეც ესე ავიღე და უპასუხე თითქოს და ძალიან ცუდი საქმე გავაკეთე, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი, მე ესე ვფიქრობ, რომ სამღვდელოება ესე არ უნდა ესაუბრებოდეს ერთმანეთს და მე ვთქვი იქ ერთი რამე, რომ როდესაც ისეთი მოვლენა ხდება ქვეყანაში, რომ ისე იგი აი რა მინდა ვთქვა იცი, რომ ყველა იერარქიას აქვს თავისი, ანუ სიტყვას აქვს თავისი ძალა. ეკლესია ამიტომა კრებსითი, რომ აი კრებსით გადაწყვეტილებას აქვს ძალა და ძალა არა მხოლოდ ისეთი, რომ ანუ შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, არამედ იქ მადლი მოქმედებს, ხო? ახლა თუ ჩვენ ეკლესიურად ვაზროვნებთ, ესია, ხო? ანუ ხშირად ყოფილა დავები, ანუ მსოფლიო კრებებზე იმაზე, ისე იგი ადგილობრივ კრებებზე, რაღაცა საეპარქიო კრებებზეც ყოფილა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე დალაგებულა ყველაფერი, დაპირისპირება ყოფილა, მაგრამ ღვთის მადლს ისე დაუტრია, ანუ ისე როცა კრებსითობა არის და როცა ყველანი ერთად არიან, ისე ყველაფერი მოგვარებულა, რომ გაკვირვებული დარჩენილან კიდეც სამღვდელოებას და მღვდელმთავრების და ყველანი. ამიტომ ეკლესიის კრებსითობას აქვს ძალა. ანუ არის მოვლენები ერის ცხოვრებაში, რომლის შეფასებაც უბრალოდ სამღვდელო პირის, ესე რომ ვთქვათ, ანუ სამღვდელო პირის პრეროგატივა რაღაც ეტაპამდე არ არის. თუ კი ამ საკითხს ხვდებით, რომ ამას ძალა ჭირდება, ანუ ერისთვის თუ კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ მას გარკვეულწილად ძალა ჭირდება და ძალა კიდე არის რა? პასუხისგებლობა ვისაც აქვს ამ ძალა დაკისრებული, ანუ ვისაც ღმერთმა ინება და მადლმოსილება მიანიჭა სამღვდელმთავრო უკაცრავად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის დაცვა. აი მე გავაგზელებ ამას, რომ აი როდესაც შოვის ტრაგედია იყო, ნუ ითქვა ასეთი რაღაცა, რა მნიშვნელობა აქვს რომელი სასულიერო პირის მიმართ, ხრიდან რამოდენიმე ითქვა, რომ აი მოკლედ ეს იმიტომ მოხდა, რომ ერთი წლის უკან იქ ჩატარდა რაღაცა მოკლედ ისეთი ქრისტიანობისთვის მიუღებელი და რაღაცა ისეთი აი ბილწებასთან ესე რომ ვთქვათ დაახლოებული რაღაცა მოკლედ ფესტივალი თუ ასე შემდეგ. მაგრამ მე ერთი რამე ვთქვი, ნახეთ როგორ იყო რა გავაკეთე, რაზე გავაკეთე აქცენტი, რომ იქ ერთ ადამიანს, ხო, ანუ 4 შვილი გარდაეცვალა თუ სწორად მახსოვს და მეუღლე. და წარმოიდგინეთ ეს პერიოდია, როდესაც ეძებენ მის შვილებს და მის მეუღლეს. და როდესაც სამღვდელო პირი გამოდიხარ და მაგ დროს ჯერ არც პატრიარქს აქვს, არც სამძიმარის წერილი არ აქვს გამოქვეყნებული, არც ოფიციალურად საპატრიარქოს არაფერი არ უთქვამს, არც მღვდელმთავრების კრებას არაფერი არ უთქვამს, არც ადგილობრივ მღვდელმთავარს. ანუ ესეთი შეფასებები, როდესაც არ გაკეთებულა და როდესაც სამღვდელო პირი გამოდიხარ და იძახი, რომ აი ეს იმის ბრალია, რომ აი შარშა რო ესე ჩატარდა და ამას საჯაროდ იძახით, აი წარმოიდგინეთ იმ ადამიანმა, რომელმაც ეს მოისმინა რა, უნდა იფიქროს. ანუ ეს ხო ღმერთთან აკავშირებს ამ ყველაფერს და იძახის, რომ ანუ რა გამოდის, რომ შარშან რომ აქ ვიღაცამ რაღაცა ჩაატარა ღმერთმა, მე ესე იგი ამის გამო ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა და ჩემი 4 შვილიც მოკლედ გარდამეცვალა. ანუ ეს არის ახსნა, ესეთია ღმერთი ასე მოქმედებს. ნუ ეს საკითხი შეიძლება ასე დააყენოს შენს მრევლთან ერთად. აი უთხრა ადამიანებს, რომ იცი რა, ნახეთ რაღაცა გარკვეულ სიბილწეს მოყვება რაღაცა. ეს უკვე შეიძლება ამბიონიდან უთხრა მრევლს, რომელსაც ესმის, იქ უფრო მეტად აუხსნი, ანუ მათ ეს მიზეზშედეგობრივი, ეს სულიერი კანონები იციან გარკვეულწილად, მაინც
ისე იგი მოსმენილი აქვს და მათთვის არ იქნება ესეთი მოსასმენი, მაგრამ ხა იქ ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და როდესაც ამას ეუბნები, რომ იმ დროს, როდესაც მათ იქ არაფერი სიბილწე არ უკეთებიათ, უბრალოდ ისვენებდნენ და მათზე დაატყდა ეს განსაცდელი, ცოტა ამას ვიძახი, რომ აქ უნდა ზომიერად შეფასება ჭირდება ამას და რა ზომიერად შეფასება ჭირდება, რომ შეიძლება იგივე რაც მღვდელმა თქვა, მღვდელმთავარმა თქვა, პატრიარქმა თქვა, მაგრამ მის ძალას, მის სიტყვას ექნება სხვა ძალა. ერი მოისმენს, ერი გაიგებს, ერი გაითვალისწინებს, მაგრამ როდესაც კერძო სასულიერო პირი ან სასულიერო პირები გამოდიან და რაღაც შეფასებას აკეთებენ ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ერის ცხოვრებაში, ეს იწვევს ანარქიას, ეს იწვევს დაშლას, ეს იწვევს აუცილებლად დესტრუქციას. მიხვდით, არ არსებობს ამან რამე კარგი მოიტანოს. ეს დაპირისპირებას მოიტანს, როგორც სამოდელოებაში, ისევე მრევლში და ამას თვალს ვადევნებ ჩვენ. მაშინაც მოხდა ეს დაპირისპირება და რაზეც ახლა ვახსენე ამ ამბავზე მოკლედ რაღაცა გარკვეულწილად და მადლობა ღმერთო, გონიერება გამოვიჩინეთ, დროზე გავჩერდით, მე შენდობაც ვითხოვეთ ერთმანეთისაგან გარკვეულწილად, მრევლიც დარწმუნებული ვარ რაღაც მრევლსაც უთხარით და მე მას მერე ვთქვი, რომ ისე იგი ამ ასეთ შემთხვევაში არასოდეს ესე საჯაროდ არ ვიტყვი არაფერს, იმიტომ რომ რაღაცა მრევლი ზარალდება ყველაზე მეტად და ხშირად სასულიერო პირები ამ ჩვენ გამოსვლებით რაღაცა გარკვეულწილად, რომელიც სულიერ საკითხებს ცდება, სულიერ კანონს, სულიერ ცხოვრებას ცდება და რამე ისეთი შეფასებას იწვევს, რომელიც ეკლესიის გარეთ არის და ეკლესიის გარეთ ხდება, ხო? გარკვეულწილად, ხო? აი ჩვენ არ ვინდობთ ხშირად ჩვენს მრევლს სასულიერო პირები და ვაგდებთ რაღაცა გაურკვეველ ესეთ მდგომარეობაში. ამიტომ ჩემი აზრი არის, რომ არის საკითხები, რომელიც ერის ცხოვრებაში, როდესაც დგება, ჩვენ უნდა ვალდებულები ვართ. ის კი არა, რომ გვინდა თუ არ გვინდა. პირველ რიგში ვალდებულები ვართ მივიდეთ ჩვენს ადგილობრივ მღვდელმთავართან, მივიდეთ ზოგადად, ისე იგი თუ ველოდებით შეიძლება საპატრიარქოს განცხადებას, ან უშუალოდ პატრიარქის განცხადებას, ხო? იმ ადამიანებთან მივდივართ, ვისი პასუხისგებლობაც არის ეს. თუ კი გვინდა, რომ ეკლესიის აზროვნებაში, ეკლესიის წიაღში დავრჩეთ ჩვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუმცა მე არავის არ კი არა, ვინმეს კი ახლა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვინ რას იტყვის. მე ვინმეს კი არ უგძალავ ამას. ერის ადამიანია ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ის არის და მისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური საკითხები როცა არის, პოლიტიკაზე ისაუბროს და მისთვის არა მნიშვნელოვანია, მაგალითად მივიდეს და ვიღაცა შეეკითხოს ეს საკითხი. ამას არ ვავალ მივიძახი, თუ კი ჩვენ გვინდა, რომ ეკლესიის წიაღში არ მოგვიხდეს ანარქია. ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ, მისი უწმინდესობის დაუძლურების გამო და იმის გამო ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ. ადამიანების მხრიდან და სასულიერო პირების მხრიდანაც გარკვეული უნდობლობები არის, ხო? იქ ვიღაცას გონია, რომ ესია, ვიღაცას გონია ისია და ამაზე არ დავკონკრეტდები და ამიტომ ვიძახი, რომ ეკლესიის ისტორიას თუ გადახედავთ, მსგავსი მოვლენები, რომელიც ახლა ხდება, ყველაზე რთული პერიოდი იყო ხოლმე და გაიხსენეთ უახლესი მე-20 საუკუნის ისტორია ჩვენი ეკლესიისა და ნახავთ, რომ ყველა პატრიარქის წინ ვიდრე ის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებოდებოდა, ან არჩევნების წინა პერიოდი იყო, ან ის იყო, ყოველთვის რთულად სახელდებოდა. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მისი უწმინდესობა, რომ მისი ეს ლოცვა და მისი მყოფობა უკვე ძალიან ბევრ, ჩვენ ხო ხვდებით უკვე. ნახეთ, დაუძლურდა ადამიანი, ვისი გარკვეულწილად რაღაცა გარკვეული იმედები ქონდა ხოლმე და მისი ერთი სიტყვა თავისთავად ბევრ რამეს ნიშნავდა ხოლმე და იმ წუთში დაიწყო. ნახეთ, ჯერ კიდევ ადამიანი მოუძლურებულია და ესე პირდაპირ ვერ გვესაუბრება და პირდაპირ ვერ გვეუბნება რაღაცას და უკვე რაღაცა გარკვეული უნდობლობა, ვიღაცა ამას უთხრეს თუ არა პატრიარქს, არ ვიცი, მოკლედ, საბოლოო ჯამში ესე ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ამასთან დაკავშირებით, რომ ანარქია არ იყოს, ეკლესია არ დავაზიანოთ ჩვენ. ჩვენი მთავარი მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ სულში არ დაზიანდეს ქრისტიანობა და ქრისტეს არ მოვწყდეთ ჩვენ და მეორე კიდევ უმნიშვნელოვანესი არის, რომ ჩვენი ერთობა, ჩვენი ქრისტეში ერთობა, ეკლესია არ უნდა დაზიანდეს და არ უნდა დაზარალდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ამას ვითვალისწინებდეთ და ყველა სასულიერო პირი ამას უნდა ითვალისწინებდეს. ამიტომ არის ეკლესია იერარქიული და ამიტომ ჩემი მოსაზრება არის ესეთი, რომ სიტყვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ძალა, ძალიან დიდი ძალა აქვს და ამიტომ ნებისმიერი ჩვენი ნათქვამი სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, ხო?
რომელიც უცხო სიტყვები არის, რომელიც ეკლესიისთვის არის უცხო ზოგადად, ხო? ტერმინები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ წეგან ვახსენე, ხო? ამაზე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ჩვენმა სიტყვამ, ჩვენმა როგორ გითხრათ, ის დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს, როგორც ესე იგი მრევლს, ასევე მთლიანად ეკლესიას. ანუ დღეს ჩვენი სიტყვა არ ესმის მარტო 2 და 3 ადამიანს. დღეს ჩვენი სიტყვა ესმის კრებულს. დღეს ჩვენი სიტყვა ესმის, ისე იგი საქართველოს გარეთ ისმის. დღეს ჩვენი სიტყვა მოკლედ სოფლიოს ესმის უკვე. თუ კი ეს სიტყვა ისეთი არის, რომ ყურადღება მიიქცია, სოფლიოს ესმის. ამიტომ ყველამ როგორც მაცხოვარი ძახიო, ყველა ნათქვამ სიტყვაზე ჩვენო პასუხს აგებთო, ხო, ღვთის წინაშე, ამიტომ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში და ზოგადად საკითხების შეფასებაშიც. ამიტომ ეს მეორე ნაწილი, რაც მინდოდა მოკლედ რომ მეთქვა, რომ ესე იგი სიტყვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ძალა და ამიტომ ამ სიტყვას ვინ იძახის, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა იერარქიულობა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ პირველ რიგში, უნდა შევეკითხოთ, უნდა მოვუსმინოთ და მერე შეიძლება ადამიანმა იქვე იმ შენს მდემთავართან თუ სასულიერო პირი იქნება ვისთანაც, ანუ იქვე იმსჯელო, იქვე სჯობს რომ ადამიანმა რაღაცა შენი საკითხები დააყენო და იქვე მიიღო პასუხები, ანუ კრებსითად გადაწყვიტო ეს ყველაფერი, ანუ ეკლესიის წიაღში გადაწყვიტო ეს ყველაფერი, რომ შემდეგ როდესაც გამოხვალ, კი ბატონო, თუ კი რამეს არ დაეთანხმები, მაშინ ისიც უნდა თქვა ადამიანმა, რომ იცი რა, მე ამას არ ვეთანხმები, მე ამას მე მივმართე მაგალითად, მე მოვიქეცი როგორც ქრისტიანი ადამიანი, მე მოვიქეცი როგორც ქრისტეს მღვდელი, მივედი, ანუ დავიცავი ის ეკლესიური წესი რაც არის და აი შემდეგ მე მაგალითად ხმამაღლა თავდა რაღაცა ესე ვიძახი, რომ ისე იგი მე ამას არ ვეთანხმები და ჩემი აზრი არის ესე და ეს. ეს უკვე იქნება დაცვა იერარქიულობისა და ადამიანი თავისთავად მოკლედ ესე იგი სწორად მოიქცევა, მათ შორის ყველაზე მეტად სასულიერო პირი და ამიტომ აი ხშირად რომ მე როდესაც აი ამ საკითხებზე რამოდენიმე სასულიერო პირთან მქონდა ესეთი ის, ანუ რაღაცა დისკუსია არა, რაღაცა ვკითხე, ძალიან ბევრს შევეკითხე, ძალიან ბევრ სასულიერო პირს, აი ვინც იცით, ანუ დამიდასტურეთ თუ გინდა რომ მე თქვენ კითხეთ, აი ძალიან ბევრ სასულიერო პირს ვკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველასთან თითქმის, ანუ რამოდენიმე იყო უბრალოდ რაღაცა რაც მე უთხარი, აი იერარქიულო ყველა მას ემეთხა, დაველოდოთ ეკლესიის პოზიციას, დაველოდოთ ეკლესიის პოზიციას, მაგრამ არის რამოდენიმე იყო ისეთი ადამიანი, რომ მოკლედ რაღაცა, მოკლედ განსხვავებული აზრი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ამიტომ რაღაცა, როდესაც სიტყვას ამბობ მე ადამიანი რაღაცა გარკვეულწილად საწყენი ხდება, ხო? აი ხლა ავიღოთ, აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან ასეთ სიტუაციაში, ხო? აი მე მაგალითად როგორ შეიძლება ეხლა რამე ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ კი არ მივედი და არ მოვისმინე, მაგალითად მე კი არ მივედი, ანუ თვითონ არ მოვისმინე, მაგალითად ერთ-ერთი ეს პროექტი ხო ხორციელდება ბათუმში, ხო? ანუ ბათუმისა და შემოქმედის ეპარქიაში, ხო? ანუ არსებობს იქ მუდმივარი, ხო? მეუღე დიმიტრი არის, ხო? არსებობს იქ სამოდელოება, ძალიან კარგი სამოდელოება ყავს ამ ეპარქიას, ხო? მე ჯერ არ მომისმენია, ანუ მაგალითად არ მომისმენია, მათი გარკვეულწილად ამაზე ისე იგი დასკვნა, ან რაღაცა ისე იგი მათი შეფასებები არ მომისმენია. ეხლა აქედან გამომდინარე, როდესაც მე აქ ვარ, თქვათ, აი სადაც ეხლა ვიმყოფები ქართლში და აჭარაში ჩემი ძმები არიან, სამოდელოება მდემთავარია, რომელთაც მე ძალიან დიდ პატივს ავწევ და მათ ისე იგი სამოდელო ისე იგი მეტანიას უკეთებ მათ სამოდელო მსახურებას, ხო? როგორ შეიძლება ახლა მე ისე იგი გამოვიდე და მათ წინ გადავხდე, ხო? ხო შეიძლება მითხრას ადამიანმა, რომ აბა შეგეკითხა მაინც და გეთქვა ისე იგი აქ რა ხდება, როგორ ხდება, ჩემზე წინ რატო შეიძლება რომ გადახდე ადამიანი, ხო? ანუ აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ვინმე ნახეთ, ვინმე ვკითხეთ, ანუ კიდევ ვიძახი, ვინმე შეიძლება იკითხეთ. მე ამაზე არ მაქვს საუბარი, რომ ვინმე ვიკითხეთ თუ არ ვიკითხეთ, მაგრამ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ ვიცი მათი აზრი, ხო? ამიტომ ველოდები მე ქრისტიანი ადამიანი უნდა დაველოდოთ აი ამ საკითხს, ხო? როდესაც ესე იგი ერის საჭირბოროტო საკითხი და რომელი საკითხის მასშტაბური არის, მთლიანად ქვეყანას ეხება, მთლიანად საქართველოს ეხება, ხო? რა თქმა უნდა ჩვენ ისე იგი დაველოდოთ და მივმართოთ, ან დაველოდოთ მოკლედ ოფიციალურად ეკლესიის იერარქიის, ანუ კრებსითობის, ანუ კრების გადაწყვეტილებას. გასაგებია, რომ
კერძო სასულიერო პირები რაღაცა თავის აზრს აფიქსირებენ და არის, მე რა თქმა უნდა მათ აზრსაც პატივს ავცემ მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ მე ეჭვი არ მეპარება რომ ამ ადამიანებს გულწრფელობა ისე იგი ამოძრავებთ და საკუთარი ქვეყნის სიყვარული ამოძრავებთ და დარწმუნებული ვარ რომ ან პირადი ვიწრო და პოლიტიკური აზრების გამო არ აფიქსირებენ ამას, იმიტომ რომ ვიცი რომ მათ ეს ქვეყანა უყვართ ძალიან და თავისი სამშობლოს მოყვარული ადამიანები არიან და პირველ რიგში რა არიან, იცი, ღმერთის მოყვარე ადამიანები არიან და ქრისტეს მცნებები და სულიერი ცხოვრება მათთვის არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი. აი მისი მჯერა მე უბრალოდ რომ მე რა ვიცი, არ მეგულება ესე იგი სასულიერო პირი რომ რომლისთვისაც ესე არ იყოს, რომ ჯერ ქრისტე, ჯერ სულიერი ცხოვრება და მე არ იყოს დანარჩენი ყველაფერი. იმიტომ რომ ქრისტემ თქვა ასეთ სიტყვები, რომ ვისაც უყვარდეს დედა, მამა, ცოლი, შვილი, უფრო ის ჩემსა, იგი არ არის ჩემი ღირსი. ეს ნიშნავს იმას, რომ შემიყვარეთ მე პირველ რიგში და სიყვარული, რომელიც მე ვარ თუ კი თქვენში დამკვიდრდება, მე სულ სხვანაირად შეიყვარეთ დედასაც, მამასაც, ოჯახსაც, შვილსაც და რა თქმა უნდა თავისთავად თქვენს სოფელსაც, ქალაქსაც და სამშობლოსაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მომენტი, რომ გავითვალისწინოთ ეს რაღაცა და ამას დავამატებ კიდე ერთ რამეს. აი მინდა უთხრა ადამიანებს, რომლებიც აი მაგალითი მოვიყვანო ასეთ. იყო გახსოვთ ესეთი შემთხვევა, როდესაც სამწუხარო შემთხვევა, როდესაც წმინდა მატრონას ხატის რაღაცა გარკვეული შეურაცხყოფა მოხდა ეკლესიის წიაღში, ხო? აი გახსოვთ იქ შეკრება იყო ისეთი, რომ შეიკრიბნენ ადამიანები და მაშინ მე ვითხოვე მოკლედ ისე იგი რომ შემეძლო აი რაღაც ჩემი სურვილი იყო რომ მივსულიყავი და ვთქვათ იქ მიმემართა ადამიანებისთვის, ხო, რაღაცნაირად იმ ადგილას და რა მინდოდა, აი რისი თქმა მინდოდა უბრალოდ, აი მაგალითს მოგიყვანთ უბრალოდ რა. აი დაფიქრდით აბა ერთ რამეზე. იქ ადამიანები, რამდენი ადამიანი გამოვიდა, ხო? ანუ ამ სიწმინდის დასაცავად, ხო? როგორ ფიქრობთ? მას მერე ეკლესიაში მრევლი მოემატა თუ მოაკლდა? მე დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდეც ეს, რომ იქ ადამიანების 5% ან 10% იდგა მხოლოდ ისე იგი აქტიური მრევლი. მე არ გულისხმობ იმას, რომ ისე იგი მონათლულები და ქრისტიანები არ იყვნენ იქ, მაგრამ უმეტესობა რა თქმა უნდა მონათლული იყო მათ შორის, მაგრამ ალბათ 10% იქნებოდა ან მეტნაკლები 5% იქით აქეთ, ვინც მაუხსარებელ მაზიარებელი იყო იქ, ხო? უმეტესობა მათგანი იყო ადამიანები, რომელიც გულანთებულები იყვნენ და რაღაცა. აი ძალიან მინდოდა მე თქვა, მაგალითს მოგიყვანთ ამისას, რომ აი ჩვენი სადაც ცხოვრობთ, ჩვენ უბანში იყო ესეთი რაღაცა და მოკლედ ადამიანი, აი ერთი ადამიანი, რამოდენიმე ადამიანზეა საუბარი, მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვანა, ხა არ ვასახელებ იმ ადამიანს, ვინ და როგორ არის. მოკლედ აი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით, აი უყურეთ, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით, ისე იგი ცოდვაშია რა თქმა უნდა, განკითხვით არ ვამბობ, მაგრამ ისე იგი სვავს, ისე იგი არც ნარკოტიკზე იძახის უარს, ისე იგი მე ოჯახში სულ სკანდალი, სულ ჩხუბი, ისე იგი შვილები, მეუღლე, ოჯახი მოკლედ დაიშალნენ და გაიშალნენ ერთმა, ანუ ისა დედა ყავს და იმ დედას ისე იგი ამწარებს და რავი, ყოველ დღე ისეთი ამბები ხდება და ნახეთ როგორი რაღაცა მოხდა. ეს ადამიანი წავიდა, რომ დაუძახეს, რომ ისე იგი ქვეყანა სჭირდება და აბა იქ უნდა წავიდეთ. ვინც იყო ესე რომ ვთქვათ, ანუ ვიღაცამ ხო მოაწყო ეს ისე იგი ეს შეკრება, ხო? და ანუ აი როდესაც იქ გამოსვლები იყო, ან ეს იყო ეს ადამიანი წავიდა, ხო? ერთ ადამიანს არ უთქვამს თქვათ იმ გამოსვლებზე, ანუ ერთ ადამიანს არ უთქვია ისო, ხალხო, ჩვენ კი შევიკრიბეთ აქ და ეს განსაცდელი მე მგონი იმიტომ მოგვივლინა ღმერთმა, რომ ჩვენ შევიცვალოთ. ჩვენ უკეთესები გავხდეთ, გამიგეთ? ანუ აქედან რო წავალთ ამ შეკრებიდან, იქნებ რომ დაუბრუნდებით, გავხდეთ უკეთესი დედები, უკეთესი მამები, უკეთესი ცოლები, უკეთესი შვილები, უკეთესი ქმრები, უკეთესი ნათესავები, უკეთესი უბრალოდ მამაკაცები და დედაკაცები, უკეთესი ამ საზოგადოების, ანუ საქართველოს გულშემატკივრები და წევრები, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც მოხდა, ის ადამიანებმა რაღაც ის მომენტი, რომ აი ქვეყანა და საქართველო იყო თითქოს სიწმინდე იყო დასაცავი და ქვეყანა იყო დასაცავი, გავიდნენ თითქოს, მაგრამ დაბრუნდნენ და როგორ დაუბრუნდნენ? დაუბრუნდნენ ისე თავის მდგომარეობას, ისე ის ადამიანები, ისე ვისი აგრძელებენ ცხოვრებას, ნარკოტიკსაც მოიხმარენ, თამაშითაც კაზინოებში თამაშობენ, ისე იგი არა მხოლოდ თვითონ მოიხმარენ, ახალგაზრდებთან ერთად ეწევიან და მათ იმაშვებიან, ისე იგი აძლევენ ამ ნარკოტიკს და მათაც აი ამ საშინელ ისე იგი ცოდვაში აგდებენ და ამ ჩვევაში და ამ თვისებას გამოუმუშავებენ, ფაქტობრივად ღუპავენ ადამიანებს, ხო?
ადამიანები არიან ოჯახები, მაგალითად ქალბატონები და ისინი, რომლებიც ისე იგი არ მრავლდებიან, აბორტებს იკეთებენ, ისე იგი ზოგს 5-6 და თითები არ ყოფნის ადამიანებს აბორტები აქვს და ამის მიმთითებლები კიდე არიან ხშირ შემთხვევაში ქმრები, რომ ანუ აი საშუალება არ აქვს და ანუ თანამონაწილეები არიან ჩვეულებრივ საკუთარი შვილის მკვლელობის. რა მნიშვნელობა აქვს დედის მუცელში კი კვდება ის და დედა არის თითქოს აღმასრულებელი, მაგრამ ქმარი ცალსახად მონაწილეა ამისი და არა მხოლოდ ქმარი, ხშირად მთელი ოჯახი წყვეტს ამას და ამ ცოდვაში დგავს ფეხს, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ანუ ჩვენ არაფერმა არ გვასწავლა, მაგალითად იმ ამდენი ხალხი შეიკრიბა იმ თქვა სიწმინდის დაცვის დღეს, როდესაც სიწმინდის დაცვის დღეს რას გულისხმობ, აი როდესაც ეს დედა მატრონას ხატი რო შეურაცხყვეს, ხო, იქ უამრავი ადამიანი შეიკრიბა და აი მე გეტყვით რატო ვიძახი ამას, ხო? მე როდესაც მოვიდე ხა მე ამ შეკრებაზე არ წავსულვარ, ხო? რაღაცნაირად იყვნენ ის ადამიანები, ვიღაცა წავიდა, მე არ წავსულვარ. აი რო ჩამოვიდა ეს ადამიანი, ხო, იცი რას მეუბნება? ეს ადამიანი, ვიზეც ახლა მე გიყვებით, არა მხოლოდ ეს, არამედ დანარჩენებიც, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით, ერის საწინააღმდეგოს, ანუ ქვეყნის საწინააღმდეგოს აკეთებს და ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ყოველი დღე და ყოველი საათი ალბათ ამისკენ არის მიმართული. ერთმა გაუნათლოს გონება, რომ რაღაცა სხვანაირად მოხდეს, მაგრამ მაგალითად მომყავს ესეთი უამრავი არის ადამიანი, ეკლესიის წიაღშიც ვიძახი და ეკლესიის გულშემატკივრები და თითქოს ერის გულშემატკივრები არიან, მაგრამ ნახეთ, ის ადამიანი დაბრუნდა და იგივეს აგზელებს და უფრო უარესად დაუმძიმდა მდგომარეობა და სულ კითხვას ასეთი რაღაცას, რომ განა უფალი ამას უყურებს? განა უფალი უბრალოდ ესე 1 საათი და 2 საათით სადმე წასვლას და რაღაცა შეკრებას და იმას უყურებს? ჩვენ ხო ერთობაც არ დგება, ნახეთ, აი ვავიღოთ, ხო? ერთი ერთხარეს მიექანება, აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც კი ერთ დღეს არის, მეორე დღეს არის, ერთობაც არ არის, მიხვდით, იმიტომ რომ ქრისტეში არ არის ერთობა. ეს პოლიტიკური ხედვების ერთობა არის საბოლოო ჯამში, რომელიც თავისთავად რთულია ეკლესიის წიაღში შემოიტანო. კი, სასულიერო პირები ვცდილობთ რომ დავაკავშიროთ ეს რაღაცა, ორი რაღაცა ერთმანეთთან, მაგრამ ცოტა ძნელად კავშირდება ერთმანეთთან სამწუხაროდ ეს ყველაფერი, როდესაც იერარქიულობა არ არის დაცული, წეღანაც ვიძახდი, მაშინ ანარქიულობა დგება და ანარქიაში კიდე ანარქია ნიშნავს დაშლას, ანარქია ნიშნავს დანაწევრებას, ანარქია ნიშნავს მოკლედ აი როგორც არის ნათქვამი, რომ ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კიდე ყოფს. ეს დაყოფა არის, ამიტომ სადაც დაყოფაა, იქ აუცილებლად ეშმაკის ხელი არის მოკლედ მირეული. და ამიტომ აი ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი აზრი არის ესეთი, აი სულ მინდოდა ხოლმე ეს და აი არ ვიცი შეკრება იქნება თუ რაც იქნება, ანუ როგორ იქნება, რა ფორმით იქნება თუ აბა გააჟღერეთ უბრალოდ იმ ადამიანებთან და უთხარით ეს, რომ საქართველოს დღეს თანადგომა ჭირდება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, სადაც თქვენ თქვათ ვართ და იკრიბებით და ესე რომ თქვათ და ვინ სად იქნება, როგორ იქნება ეს არავინ არ იცის, თქვათ ვინ მივა და ვინ არ მივა, მაგრამ თუ კი მართლა სამშობლოზე ვზრუნავთ, ჩემი აზრია, კიდევ ვიძახი, რა თქმა უნდა, ვინც იქ შეიკრიბება, სამშობლო სიყვარულისთვის იკრიბება, მაგრამ მოდი ვთქვათ ასეთი რამე და უთხრათ, რომ სამშობლოს მარტო ეს არ ჭირდება. სამშობლოს სიყვარული არ არის ეს, ანუ ერთხელ სადღაც გამოვედი და რაღაცა ვიყვირე და ესე იგი შევიკრიბეთ და რაღაცა. სამშობლოს სიყვარული არის ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება. სამშობლოს სიყვარული არის მაგალითად საკუთარი დედისა და მამის პატივისცემა არის. სამშობლოს სიყვარული არის საკუთარი ცოლისა და შვილის და ქმრისა და შვილის პატივისცემა. სამშობლოს სიყვარული არის ყოველდღიურად მოკლედ საკუთარი თავის მობილიზება და ესე იგი ცოდვაში, ესე რომ ვთქვათ, თავშეკავება. ანუ აი ეს ყველაფერი აბორტების არ გაკეთება, ნარკოტიკების არ გამოყენება არის. აი ყოველდღე ეს არის შენისა ყველას ჩვენთაგანი სამშობლოს ესე იგი მსახურება ეს არის. სიზარმაცე არ არის სამშობლოს მსახურება, გამიგეთ, როდესაც ბირჟები არის სავსე ჩვენი ესე იგი ქართველი ახალგაზრდებით, რომლებიც რაღაცა დღე და ღამე ხან დომინოს თამაშობენ, ხან ნარდს თამაშობენ, ხან იმას და დასაქმებული არავინ არ არის და მე ვიცი ხა ის სოფლებში სადაც ვსახურობ, ადამიანები არიან, ხა ბირჟებს არ გამოვლევს სოფელში, ხო? სულ იქ სხედან. და ანუ იქვე თანასოფლელები, რომელსაც ცოტა დიდი ბაღები აქვთ, ეუნებიან 70 ლარს დღეში, 100 ლარს უხდიან, რომ წამოვიდეს და მიეხმაროს უბრალოდ. არა, არ დგება, მაგრამ მე როდესაც გაჩნდება ის მომენტი, რომ აი არიქა ჩვენ რაღაცაა დასაცავი, წამოდგება იქიდან ნასვამი, რაღაცა ესე, ალბათ წამოსავა დასხდება, ჩაჯდება მანქანაში, წავა სადღაც და მერე ჩამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაცას ეუნება
რომელიც მთელი თავისი შეგნებით რაღაცა ცდილობს ქვეყანას ემსახუროს პატიოსანი შრომით, ოჯახის სისუფთავით, ეს ანუ რაც ჩამოთვალე ამით ემსახუროს, ის მოვა და ეუნება ეხლა ამას, რომ იცი რა, ესე იგი შენ არ ახარ პატრიოტი ადამიანი, შენ ეს ქვეყანა არ გიყვარს და ჩვენ მე რო იქ ვიყავი, შენ სად იყავი? აი ეს სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე, გამიგეთ? ამიტომ მე კიდე ვიძახი, მართალი ეს იქნება, როდესაც აი ამაზე იქნება საუბარი. ესა მაქვს მე აღნიშნული, რომ სასულიერო პირებმა ჩვენ ეს უნდა ვასწავლოთ. პირველ რიგში ეს უნდა ვასწავლოთ, ერის მსახურება, ხო, ქვეყნის მსახურება, ეს არის ჩვენი, ანუ სიზარმაცე უნდა დავძლიოთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ შრომა. უფალი უყურებს, რომ ჩვენ ზარმაცები გავხდით. ჩვენ აღარ შრომობთ, ჩვენ არ ლოცულობთ, ჩვენ არ შრომობთ, ჩვენ რაღაც აი სწორად არ ვცხოვრობთ. ქრისტიანულად სწორად არ ვცხოვრობთ. და ამიტომ, როდესაც ჩვენ არ ვცხოვრობთ ქრისტიანულად, ხო, როგორ არის ხოლმე ესე ანათქვამი, ხო, უპატრონო საქმსო დაეპატრონებიან უკვე უცხოები, ხო? ანუ და უპატრონო როდესაც არის, უპატრონობა რას ნიშნავს? მართლა ყოფნა არ ნიშნავს იმას. უნდა აიღო ხელში რაღაცა სამუშაო იარაღი, უნდა შენი ქვეყნისთვის თავი დადო და გახვიდე და იშრომო. ანუ შენი შრომო იმ მიწა-წყალზე, რომელიც არის საშრომო. აი კიდე ერთ რამეს გითხრით, აი ერთ მაგალითსაც მოვიყვან და მოკლედ იქნებ ეს ვიდეო იყოს რაღაცა ეს ჩვენი ჩაწერილი ის იყოს გამომაფხიზლებელი, ანუ არავის განსაკითხი არ, მაგრამ გამომაფხიზლებელი არის. აი ხა ორჯერ იყო უკვე ესე, მოკლედ გავედი, სადაც ვსახურობ სოფლებში, აი არბოს სასაფლაოზე და მეორე სოფელია ქორდი, იმ სასაფლაოზე გავედი. მოკლედ და ჩავატარე წესისაგება, რომ იმათი ადამიანების წესი ავაგე, ანუ ვისაც აი კომუნისტების დროს, ხო, რაღაცა ესეთი ათეისტური პერიოდის დროს მუდლის არ ყოფნის გამო, ობიექტური ესეთი მიზეზის გამო, მოკლედ წესი ვერ აეგო და ყველას მოკლედ იმ განსვანებულ სასაფლაოებზე წესი აუგეთ და საფლავი ვაკურთხეთ და დავიარეთ სათითაოდ მოკლედ წყალი, წმინდა წყალი, ანუ აი აზმა ვასხურეთ, ხო? ნეტა ნახოთ, აი თვითო ჰექტარია ალბათ, ჰექტარ ნახევარი, არა უმეტეს 2 ჰექტარისა თვითო ეს იმის სასაფლაო. ნეტა ნახოთ რა დღეში არის. ჩვენი წინაპრების საფლავები. აი ხო გეუბნებით, თითოეულა არის ისე ვთქვათ მოვლილი, ვინც ახალი გარდაცვლილები არიან, მაგრამ ძველი სასაფლაოები, რომელიც არის თვითონ სოფელში, აი აქტიურად წარმოიდგინეთ, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა, იცით რა დღეში არის? საშინელ დღეში არის. ესე იგი აი ეკლები, ეკალბარდები, აი ძლივს მოძრაობდი, რომ წყალი მესხურებინა, ესე იგი ხეები ამოსული ზედა ბუჩქები და არ ვიცი, აი საშინელი სანახავია. აი ხო სვავ კითხვას უბრალოდ, ხო? იმ სოფლის მოსახლეობა იქნება თუ რაღაც. უფალი ხო ამას ხედავს. ღმერთი ხო ხედავს ამას, რომ 1 ჰექტარი მიწა მოგაბარე, ჰექტარ ნახევარი შენი, ისე იგი წინაპრის ძვლებით გაჟღენთილი, ხო, შენი ნათესავების, ისე იგი ძვლებით, სისხლით, მეთით გაჟღენთილი მიწა მოგაბარე. ამისთვის ვერ მიგიხედია ადამიანს. და ამას, რომელიც აი უშუალოდ გეხება პასუხისგებლობა, ამას ვერ აღასრულებ და სვავ კითხვას, ანუ განა არ დაუშვებს მერე უფალი ამას, რომ გამოგაფხიზლოს? და იქნება ამით გამოფხიზლდეთ თუ ამის თქმა მინდა, განა განკითხვით ვამბობ და ვინმეს იმით კი არ ვამბობ, რომ აი ცუდები კი არა ვართ, უბრალოდ გამოფხიზლება გვჭირდება. ქართველ ერს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფხიზლება გვჭირდება და იქნებ გამოფხიზლდეთ. აი ამან გამოვქვაფხიზლოთ ჩემო მეგობრებო და შევეცადოთ და გავაკეთოთ ის, რომ ამ ქვეყნის პატრონობა დავიწყოთ ნამდვილად. ქრისტეში გავერთიანდეთ, ანუ იერარქიასთან გავერთიანდეთ, ეკლესიურ აზროვნებაში გავერთიანდეთ და აი როდესაც ამას შევძლებთ, ხო, უფალი დაინახავს ამას. ანუ უფალი აუცილებლად დაინახავს ამას, შეაფასებს ამას და თავისთავად ასწილად მოგვაგებს. ანუ მცირეში ერთგულები თუ იქნებით, ანუ იმ სასაფლაოებს, ჩვენი წინაპრების სასაფლაოებს თუ მოუვლით, თუ კი შევეცდებით, რომ მოუვაროთ იქ ჩვენ სოფელში არსებულ მიწა-წყალს, ისინი არ გავყიდოთ თქვა და მათ, ანუ მარტო ის კი არა, რომ დაუმუშავებელი, ანუ იმას დავამუშავეთ, მოკლედ შევეცდებით, რომ სიზარმაცე დავძლიოთ და ეს ყველაფერი დავამუშავოთ, დარწმუნებული ვარ მე, რომ უფალი გადმოგხედავს, ანუ უფალი შეხედავს ჩვენ შრომას, ჩვენს ლოცვას, ჩვენ შრომას და ჩვენს სწორმოქმედებას, ჩვენ ეკლესიურ აზროვნებას, სწორ აზროვნებას, მღვდლისაც,ერისაც და ბერისაც და უფალი ამის გამო მოგვაგებს ჩვენ იმ, ისე იგი იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, როგორი საქართველოს ჩვენ გვინდა, როგორ საქართველოსაც ჩვენ ვნატრობ და როგორი საქართველოს ჩვენთვის არის, ჩვენს გულს გაახარებს. აი ამის თქმა მინდოდა ჩემო მეგობრებო, აი ძალიან შენდობას გთხოვთ, ხო, ყველა სასულიერო პირს და ყველა იმას ხშირად, აი მე გუშინ ვახსენე ესეთი რაღაც, ალბათ
საწყენიც კი იქნებოდა ქადაგებაში ვთქვი, რომ ანუ აი კონსერვატორობა და ლიბერალობა სამოდელო პირებისა. ამით ვინმეს კი არ ანუ ის ადამიანები ეკლესიის გარეთ ვინც არიან შესაძლებელია რომ იყოს ადამიანი გარკვეულწილად კი ბატონო ეს რაღაცა სიტყვაა და თავისთავად ამ სიტყვას თავის მნიშვნელობა აქვს რომ ამღნიშნელი არის რომ ეს ადამიანი მაგალითად მიეკუთვნება ამას. ხო ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ სამოდელოებაც და იერარქიას და ეკლესიაც ვარ პირველ რიგში ქრისტიანები ვართ. ჩვენ ქრისტიანები ვართ ყველაზე მეტ, აი მთავარი ეს არის, ჩვენთვის სულიერი კანონია მთავარი, ჩვენთვის აი ხა რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენი სამშობლო აქედან გამომდინარე გვყავს, ჩვენი ქრისტიანული პასუხისგებლობიდან გამომდინარე გვყავს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე გვყავს და ამიტომ მე ვფიქრობ და სამოდელოებამ ჩვენ სასულიერო პირებმა ამისთვის ამისკენ უნდა ამის უფლება გვაქვს, რომ ამისკენ მოუწოდოთ ერთს. ანუ ცოდვის დაძლევისკენ, ვნებების დაძლევისკენ, აი ამ არასწორი ქმედებების დაძლევისკენ და დანარჩენი რაც არის, ხო, აუცილებლად ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იერარქიულობა, მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება და ვიკითხოთ, უფროსებს ვკითხოთ, ჩვენს ზემოთ ისინი დაადგინა ღმერთმა და ღმერთმა ასე მოგვიყვანა აქამდე, მოხდით? ისე იგი რომ ისინი არიან მდემთავრები, ღმერთმა ინება მათი ყოფნა იქ და ამიტომ ჩვენ სწორად უნდა ვეურთიერთობოთ მათ და ისინი სიმძიმეები კი არ უნდა დავადოთ ჩვენი არასწორი ქმედებებით, არამედ ჩვენ ეკლესიური აზროვნებით პირიქით უნდა შევეცადოთ, რომ მხოლოდ ეკლესიურ აზროვნებაშია ისე იგი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი. მხოლოდ კრებსითობაში. იმ კრებსითობაში შესაძლებელია, როცა შევიკრიბებით, ისე იგი დისკუსიაც, დავაც შესაძლებელია, გარკვეულწილად, ისე იგი კამათით შესაძლებელია რაღაცა, მაგრამ ჩვენ უნდა კრებსითი აზროვნებას დავეჩვევთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პერიოდს გავდივართ. აი ძალიან ცუდი პერიოდი მოგდის, როდესაც ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მისი უწმინდესობა, ბევრი ადამიანი იყენებს, იყენებს რას გულისხმობს, ვერ უძლებს იმ ცდუნებას, რომ მისი ეს თქვათ უძულურება გამოიყენოს საკუთარი რაღაცა მიზნებისთვის და თავისი პოლიტიკური თუ ვიწრო რაღაცა მიზნებისთვის. ამიტომ ჩვენ ყველაზე მთავარი არის, რომ კრებსით აზროვნებას უნდა შევეჩვევთ და პირველ რიგში ეს ევალება სამღვდელო პირებს და რა თქმა უნდა, ისე სამღვდელო და სამონაზვნო მწყობს და რა თქმა უნდა, ჩვენს მრევლს, რომ ჩვენი მრევლი არ იყოს დაქსაქსული, ჩვენი მრევლი არ იყოს დაყოფილი, იმიტომ რომ ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ყოველთვის ყოფს. ამიტომ რა თქმა უნდა, რაც გასაყოფია ის უნდა გაიყოს, ბოროტება და სიკეთე აუცილებლად. ამ გაყოფას არ გულისხმობ ამაში, იმიტომ რომ უფალი ძახშო მოვედიო, არა იმათ რომ გასაყოფათაც მოვედიო, იმიტომ რომ ღვთის სიტყვა რა თქმა უნდა ყოფს ბოროტებას და სიკეთეს, სიმართლესა და სიცრუეს, ტყუილსა და მართალს, ისე იგი სინათლესა და სიბნელეს, მაგრამ ამავე დროს ეკლესიის წიაღში, ეკლესიური აზროვნება და ჩვენი კრებსითი აზროვნება უმნიშვნელოვანესი არის. დამიჯერეთ, რომ ისე იგი წავლენ, წყალნი, წავლენ და წამოვლენ, ქვიშიანი დარჩებიან. ეკლესია მუდმივად უნდა რჩებოდეს, მოკლედ აი ამ სიმყარეში, იმიტომ რომ ერთს ესჭირდება. ერთ სჭირდება ერთიანი ეკლესია, ერთ სჭირდება ერთიანი ძლიერი ეკლესია, სულით ძლიერი ეკლესია, არა მატერიალურად ძლიერი, არამედ პირველ რიგში სულით ძლიერი ეკლესია ჭირდება, ერთიანი ეკლესია ჭირდება, რომელიც მუდმივად სადარაჯოზე იდგება ჩვენი ქვეყნის ერთობისა, ჩვენი ქვეყნის ისე იგი სულიერი წინსვლისა ქრისტეში და ჩვენს რა თქმა უნდა კულტურულ და ესე რომ ვთქვათ ეთნიკურ ერთობაში, მოკლედ აი ეს ქართულ კულტურაში, რასაც ჩვენ მოკლედ გულისხმობთ ხოლმე, რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს. მოკლედ ჩვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას და შენდობას ვთხოვთ ყველა სასულიერო პირს, ყველას, ვიზეც შეიძლება ახლა მე ვისაუბრე და ვთქვი, მე ჩემი აზრი გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მრავალი ადამიანი მოკლედ რაღაცა პირად საუბარში გინდა სამდელო პირების და ისინიც რაღაცა მოკლედ კითხულობენ ხოლმე ამას და ბევრმა ადამიანმა რაღაცა ზოგ შემთხვევაში ქადაგებიდან იყო თუ იქიდან იყო რაღაცა ვიღაცამ თავის მოწინააღმდეგე ჩამთვალა, ვიღაცამ კი თავისიანად ჩამთვალა და ნუ არ ვიცი ახლა მე ამას არასოდეს არ ვცდილობ არც ვინმესიანი ვიყვე და არც არავისიანი არა ვარ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ ქრისტესიანი ვიყვე, მიუხედავად ჩემი მძიმე შინაგანი მდგომარეობისა, ჩემი ცოდვებისა, ჩემი ვნებებისა და ყველაფრისა, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ როგორც დოსტოევსკი იტყოდა
რაც არ უნდა იყოს მაინც შენთან მინდა ქრისტეო და შენთან მინდა უფალო და ჯოჯოხეთშიც კი რო ვიყო იქაც შენთან ერთად ყოფნა მენდომებო მართლა დაგვიფაროს ყველა ისე იგი ჯოჯოხეთური ტანჯვისაგან მაგრამ ქრისტესთან ყოფნა ჩემი გულის ჯოჯოხეთის მიუხედავად მოკლედ მე ქრისტესთან ყოფნა მინდა და ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და მამოძრავებელი მიზანი ყველაფრის მიუხედავად მოკლედ ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, გახარება მოგცეთ, ღეგრძელობა მოგცეთ და ჩვენ ქვეყანას სიხარული მოანიჭოს, ბედნიერება მოანიჭოს ღმერთში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და მერე მოყვასთან, ანუ ერთმანეთთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ჩვენი ერთობა არის გაცილებით მნიშვნელოვანი ყველაფერზე. თუთაშხიაშია გახსოვთ, შენ საკეთებელსაც და ჩემ საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე სჯობს. ამიტომ ქართველებმა და ჩვენი ერის მაცხოვრებლებმა ეს უნდა ვთქვათ რა. ჩვენს პირად ინტერესებსაც და ჩემს პირად ინტერესებსაც და შენ პირად ინტერესებსაც ჩვენი ეკლესიის, ესე რომ ვთქვათ, ღმერთის სიყვარული და ჩვენი ერთობა, მოკლედ ღმერთში ერთობა სჯობს. ღმერთმა გაგვაერთიანოს ყველანი ქრისტეში და მოკლედ სულიერი გონითი ძალები გაგვიძლიეროს, რომ სწორი ანალიზი გავუკეთოთ ჩვენში მომხდარ ნებისმიერ ტკივილსაც, განსაცდელსაც, სიხარულსაც და ბედნიერებას. მშვიდობას გისურვებთ.